რეჟიმის პატიმარი ჟურნალისტის მზია ამაღლობელის საქმის განხილვა გრძელდება ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის წინააღმდეგ სტიკერის გაკვრის გამო ადმინისტრაციულ სასჯელს განიხილავენ. ივანიშვილის სასამართლო მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ამ მუხლით საქმის წარმოება უკვე მეორე დაიწყო, ამჯერად მას ქალაქის იერსახის დაზიანებას ედავებიან. გადაწყვეტილება ამ საქმეზე მოსამართლე მარინა ფომაევამ უნდა გამოაცხადოს. ლიზი ვეკუა გვერდდება პირდაპირ ეთერში, ის გაგვაცნობს ბოლო ამბებს სასამართლოდან. ლიზი, პირველ რიგში ესწრება თუ არა მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს? დიახ, თამარის ხტომა უკვე დაწყებულია და მას მზია ამაღლობელი არც დისტანციურად ესწრება და არც ისე. მან დასწრებაზე უარი განაცხადა და ახლა კი თუ რა ტიპის სანქციას დაუწესებენ მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, კერძოდ კი სტიკერის გაკვრისთვის, ეს მოსამართლე მარიანა ფომაევამ უნდა გადაწყვიტოს. ჟურნალისტს სტიკერის გაკვრისთვის ხელახლა ასამართლებენ და 11 იანვარს მას ბათუმში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრის გამო ამართლებენ, რომელზეც ეწერა იფიცება საქართველო. ამ კონკრეტულ საქმეზე მზია ამაღლობელი მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამგროვად უკვე ცნო, ის 2000 ლარით დააჯარიმა, თუმცა მას შემდეგ, რაც მზია ამაღლობელის სისხლის სამართლის საქმეზე გრიგოლ ბესელია, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დაიკითხა, აღმოჩნდა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ახლა უკვე 150 მუხლითაც. მაშინ, როცა ჩვენების მიცემის დროს 2025 წლის 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. გრიგოლ ბესელია სამჩვენებიდან 2 დღის შემდეგ 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. ამჯერად შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სტიკერის გაკვრის გამო ასამართლებს და ქალაქის იერსახის დაზიანებას ედავება. საქმე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზეა. სხდომაზე რამდენიმე შუამდგომლობაც ვიხილეთ, ამ წუთებში კი მოწმე პოლიციელი ნოდარ ზენაიშვილი იკითხება. პროცესი გადადებულია მოწმეთა დაკითხვის ეტაპზე, მტკიცებულებათა გამოკვლევის ამ ნაწილზე ვარ. სასამართლოს ჩვენ წარმოუდგენთ სრულიად დასაბუთებულ პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ქალბატონი მზიას მხრიდან ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევას. ის ნაწილი, რაც ქალბატონმა მზიამ განახორციელა, სრულად ჯდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. ასევე ადგილი აქვს მის მიმართ ორ მაგმს ჯავრდებას, იმიტომ რომ ერთხელ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე ქალბატონი მზიას მიმართ მიმდინარეობდა პროცესი სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლიდან გამომდინარე და ეხლა იმავე საკითხთან დაკავშირებით დაიწყეს წარმოება 150 მუხლთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად წარვადგენთ ყველა მტკიცებულებას და პოზიციას სამართლებრივ კანონმდებლობასთან შესაბამისად და იმედს ვიტოვებთ მცირეს, მაგრამ მაინც რომ სასამართლო გაიზიარებს და დაეყრდნობა იმ პრაქტიკას, რაც გაგვაჩნია, იმ საერთაშორისო სტანდარტებს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. ოქმის შედგენის უფლებამოსილება გააჩნია როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე მუნიციპალურ ინსპექციას და შესაბამისად, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში ჩდებოდა ოქმის შედგენა, ჩვენი მხრიდან შედგენილი იქნა აღნიშნული ოქმი და წარადგინა სასამართლოს. ეს არის სრულიად კანონის ფარგლებში. ეს არის მზია ამაღლობელის სამაგალითო დარჩის მცდელობა. ეს არის კანონის დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქმედებს კანონის ფარგლებში. როგორც იცით, დღეს მზია ამაღლობელს უკვე მეორე დასამართლებენ სტიკერის გაკვრის გამო. თვითონ ეს ამბავი, რომ ერთი და იგივე საქმეზე მეორედ ხდება განხილვა, აჩვენებს სიტუაციის მთელ აბსურდულობას. არავითარი მოლოდინი დღეს გულწრფელად რო გითხრათ, არ მაქვს, რომ რაღაც სამართლიანობა იქნება მიღწეული ის, რასაც ველით ხოლმე სასამართლო პროცესისგან და სამართლიანი სასამართლოსგან. საქმე გვაქვს ერთ რაღაც თეატრალურ წარმოდგენას. მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში გრძელდება, ეს უკვე 1 საათია, რაც მიმდინარეობს და დაცვის მხარის მთავარი შეკითხვა ახლა ისა აქვს თუ არა დადგენილი ბათუმის მერიას ის სივრცეები, სადაც სტიკერის გაკვრა ნებადართული. ამ კითხვაზე პასუხი ჯერჯერობით უცნობია. მზია ამაღლობელს ადმინისტრაციული საქმეების პარალელურად ირაკლი გებუაზისთვის სილის გაწვნის გამო პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება, მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაც ემუქრება.